მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დაგიბრუნდით როგორც იქნა, მოვიცადე რომ გამეკეთებინა ვიდეო და გაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სიახლეებით. პირველი ესეთი ინფორმაცია არის, რომ ამერიკის მთავრობამ იუსტიციის დეპარტამენტმა კონკრეტულად კომპანია Google-ს წაუყენა ბრალი და ფედერალურ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. კომპანია Google ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ იშლება. მიზეზი არის შემდეგი, მას ბრალად ედება ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა და ხელოვნური მონოპოლიის გაკეთება. ასევე ბრალად ედება პერსონალური მონაცემების მიღება, უნებართვოდ და გადაცემა სპეცსამსახურებისთვის, რა თქმა უნდა, რაც ამერიკის კანონმდებლობითაც დარღვევაა და არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით, გაეროს ნორმებით და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა. ეხლა დავიწყოთ ამ ბოლო ნაწილიდან. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ Google არის კომპანია, რომელიც ამას აკეთებს. ანუ მონაცემებს ინახავს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვებ ბრაუზინგი იქნება, ინტერნეტში სერფინგი იქნება თუ სხვა. ამ მონაცემებს აგროვებს და აძლევს ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და FBI-საც. ერთადერთი კომპანია, ესეთი წარმატებული კომპანიებიდან, რომლებიც ვიცით, Apple, რომელიც მედგრად ედგა, რამდენიმე სასამართლოც კი ქონდა ამერიკის მთავრობასთან, თუმცა მაინც არაფრით არ დაუშვა ის, რომ უსაფრთხოების თავის პირობები დაერღვია და იცავს დღემდე მოხმარებლის უფლებებსაც. შესაბამისად, კომპანია Google-ს, ამას ბრალის დამტკიცება არ ჭირდება, ესედაც საყოველთაო ფაქტი იყო და კი ბატონო. თუმცა მეორე ანტიმონოპოლიური მიმართულებით Washington Post-მა და New York Times-მა დაწერეს, რომ Google-მა კომპანია Apple-ს, კომპანია Samsung-ს და კომპანია Mozilla-ს 2021 წელს გადაუხადა 26 რაღაცა 2-3 მილიარდი იმისთვის, რომ მათ საძიებო სისტემაში და ასევე ვებ ბრაუზერის გახსნის დროს თავარ საძიებო სისტემად გამოსულიყო Google და არავით არის სხვა. შესაბამისად, კომპანია Google იხდიდა თანხებს კიდევ, რათა ჩაეძირა პირდაპირ კონკურენტები, როგორიც არის Yahoo, DuckDuckGo და სხვა Bing-ი Microsoft-ის, რათა არ მომხდარიყო კონკურენციის გაწევა Google-ისთვის. რა თქმა უნდა, კანონის დარღვევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რა არის, რას ითხოვს ფედერალური სასამართლო Google-ისგან. პირველი ის, რომ Chrome-ის ბრაუზერი უნდა გაყიდოს, წვდომა ეკრძალება დაარეკლამოს თავისი პროდუქტი, საძიებო სისტემაზე უფლების ჩამორთმევა, რაც ფაქტურად ნიშნავს იმას, რომ Google-მა საძიებო სისტემას უნდა გაყიდოს. პრობლემები აქვს Android-ის მიმართულებითაც. აქ ეუბნებიან, რომ კონკურენტული ბაზარი უნდა გახადოს. მე არ ვიცი ახლა კონკურენცია ბაზრის რა იგულისხმება, ეს დოკუმენტი ნანახი არ მაქვს. უბრალოდ სტატიებიდანაც New York Times და Washington Post უწერია. იქიდან გამომდინარე ვიძახი. Android-ის პირდაპირ კონკურენტის მართვანების მიმართულებით არის Apple, თავისი სისტემა არის Linux-იც და ასე შემდეგ, თუმცა მე არ ვიცი ბაზართან კონკურირება აქ როგორ არის. ეთქობა აქაც პრობლემებია, დეტალურად თავს ვერ დავდეფიქ რა ხდება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ Android-ზე აძლევს შესაძლებლობას Google-ს, რომ დაარეგულოს ბაზრაზე, ანუ ეთქობა იქაც იგივე ხდება, თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში აიძულებენ, რომ Android-იც გაყიდოს. ერთადერთი კომპანია Google-ს, რაც არ აუკრძალეს, ამ შემთხვევაში ეს არის ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიცია, ოღონდ აქაც ამერიკის მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული Google-ის ყველა ნაბიჯი. ქუჩაში გზას აგებენ და ცოტა გრეიდერი მუშაობს, ამიტომ თუ ხმაური შემოდის, არ გაიკვირვოთ. ბოლო სასამართლო Google-ისთვის იქნება აპრილში გაიმართება. ანუ ეს რაც ჩამოთვალე გადაწყვეტილია პრაქტიკულად. ყველაფერ Android-თან მიმართებაში და ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში Google-ისთვის გადაწყდება კიდევ დარჩება ეს თუ არა. Google, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს, რომ ჩვენ ანტიმონოპოლიური კანონი არ დაგვირღვევიაო და ესო ბიზნესი არისო. რა თქმა უნდა, კონკურენტების ხელოვნური გაკოტრება კანონმდებლობით ეს ამერიკის აკრძალულია და შესაბამისად Google ამ შემთხვევაში დამღვევია, Google ასევე დამღვევია პერსონალური მონაცემების უხეში, ამიტომ დასასჯელი არის, მაგრამ კომპანია Google-ისთვის ახლა გაკოტრების თემა და დაშლა, ჩემი აზრით, ცოტა გადამეტებული უფრო არის. თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ეს ამას კონდეს პოლიტიკური მხარე და არც ისე უსაფუძვლო. გამომდინარე იქიდან, რომ Google, Microsoft და სხვა დიდი კომპანიები არის
თავარ დამფინანსებლები იყვნენ ეგრეთ წოდებული ლიბერალური სამყაროსი, რომლებიც თვლიდნენ ნეოლიბერალების და ნეოკონსერვატორების თავარ დამფინანსებლები ან პრინციპში თანადამფუძნებლებიც ეგენი არიან, მაგრამ ეგენი აფინანსებენ მაგალითად როგორც იყო Black Lives Matter LGBT მიმართულებების თემა, კომპანია Google და Microsoft-ი ეს ცნობადი ის იყო ძალიან ეს ორი აქტიური დამფინანსებელი იყო მათი კამპანიების. შესაბამისად იქ შეიცვალა მთავრობა, მოვიდა ტექნოკრატიული მილიარდერების ჯგუფი ტრამპის ხელმძღვანელობით და დღეს უკვე ტრამპი დაიწყო ეგრეთ წოდებული deep state-ის განადგურება, როგორც თვითონ ეძახიან. და ამ ადამიანების უკან ვინც არიან ამ მილიარდერების ორი ელიტა უპირისპირდება ახლა ერთმანეთს და შესაბამისად Google-ის პირველი ნაბიჯია Google-ის გაკოტრება, ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, რა თქმა უნდა, გაკოტრება რა, უბრალოდ ჩამოართვევენ ყველაფერს რაც აქვს და სახელი უბრალოდ შეეცვლება, ეგ იქნება და ეგ მეტი არაფერი სერვისები, პროდუქცია, ყველაფერი დარჩება ისე როგორც იყო. პოლიტიკაში მე არ შევალ რა ხდება, თუმცა ეს მოსაზრებაც უტრირებს და მე უნდა ამიღნიშნა ამ მოსაზრების არსებობაც. ეხლა რა მოუვა საბოლოოდ Google-ის პროდუქტებს? არც არაფერი. Chrome ბრაუზერი უნდა გაიყიდოს, მას ახალი მფლობელი გამოუჩნდება და ვინ არ იყიდის Chrome-ის ბრაუზერს, ყველა ვისაც შანსი აქვს აუცილებლად, თანაც კარფასად გაყიდიან, ანუ აქ ლიმიტი არ დაუწესეს, რომ სიმბოლურ ფასად გაყიდეო და საბაზრო ფასად გაყიდიან. და დღესდღეობით Chrome ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და ყველაზე ძვირადღირებულიც არის მათ შორის. Android-ის სისტემაზეც თუ მოუწია Google-ს გაყიდვა, ვინ არ იყიდის, ყველა იყიდის აბსოლუტურად, ჩინური კომპანიების გარდა, ამ კომპანიებს არ მიყიდიან, მაგრამ Apple-დან, Samsung-დან თუ ასე შემდეგ ყველა იყიდის დიდი სიამოვნებით, ასე რომ აქაც არაფერი არ შეიცვლება და არც მგონია რომ სახელი გადაკეთდეს რამეში. Chrome-ის დარჩება Chrome-ა და ასე შემდეგ, პატრონები შეეცვლება, პატრონი ან პატრონები, ხო, ესე უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ. დანარჩენი ახლა სხვა Google-ის პროდუქტებს პიქსელებია თუ watch-ებია თუ ასე შემდეგ, რაც არის, რაც აქვს ზოგადად, ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის, უბრალოდ შეიძლება Google-ი აღარ ერქვას და ერქვას რაღაცა სხვა სახელი, რომელიც დანარჩენი სერვისი და პროდუქტი დარჩება იგივე. ბუნებრივია ხა ამდენ რაღაცას როცა ამდენი რამეა მიმული მსგავსი ტიპის სისტემებზე ესე ხელის მოსვლით ვერავინ ვერ გაკეთებს. უბრალოდ Google-ს არ ეუბნებიან დახუროს, არამედ აიძულებენ გაყიდვას და თუ თვითონ არ გაყიდეს, ამას მერე მთავრობა გააკეთებს როგორც წესი. ეხლა მეორე სიახლე და რევოლუცია ნამდვილად Amazon-ისგან. 7 მარტს Amazon-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუშვა Prime Video-ზე AI დუბლირების ფუნქცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გააკეთებს ფილმებისა და ტელევიზიურ შოუების დუბლირებას სხვადასხვა ენაზე. საწყის ეტაპზე AI დუბლირება ხელმისაწვდომია ინგლისურ და ესპანურ ენებზე მხოლოდ რა თქმა უნდა შემდგომ ეტაპობრივად სხვა ენების დაემატება, როგორც ამას Amazon-ის წარმომადგენლები ამბობენ. ვინც არ იცის, ვეტყვი რომ Amazon-ი გარდა ვაჭრობისა და ონლაინ მაღაზიისა, ფლობს მუსიკალურ და ვიდეო სტრიმინგ სერვისებს, როგორც არის Prime Video და Prime Music. რა თქმა უნდა, Prime Video მუშაობს საქართველოშიც და Prime Video არის დაახლოებით ისეთივე პლატფორმა, როგორც არის Netflix-ი, ყველასთვის ცნობილი. ამ ეტაპზე სულ 12 ფილმია ხელმისაწვდომი მსგავსი სერვისით, რომელიც ამერიკულ ბაზარზე არის წარმოებული და ეს არის ესპანურენოვანი ფილმები და ამერიკული ფილმები. ჯერჯერობით ევროპულ და აზიურ ბაზრებზე ეს არ ჩაშვებულა, შესაბამისად ველოდებით სიახლეებს Amazon-ისგან როდის იქნება. Amazon-ი ამბობს, რომ ის იყენებს ჰიბრიდულ მიდგომას, სადაც ლოკალიზაციის პროფესიონალები მუშაობენ AI-სთან. Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა პირველ რიგში გადის აი დუბლის შექმნის ეტაპს და შემდეგ პროფესიონალები ასწორებენ მას, რომ თარგმანი იყოს სინქრონული და რაც ეს თქვა საუბარი და ხმა გახმოვანება, ან ორიგინალი და დუბლირებული ერთმანეთს არ აცდეს. და არ გამოიწვევს დისკომფორტი. რა თქმა უნდა, დუბლირება შეეხება ტიტრებსაც. ენის ბარიერი აქვს. ამ შემთხვევაში მათთვის ეს არის რევოლუციური სიახლე და ნებისმიერ ადამიანისთვისაც წარმოვიდგინეთ ახლა Dolby Atmos-ი და DTS-ი რომ ქართულ ენაზე მოვისმინოთ. ხო წარმოგიდგენთ ეს რამხელა რევოლუციური სიახლე იქნება ფილმების მოყვარულებისთვის, რა თქმა უნდა. ასე რომ Amazon-ს მადლობა და არის პიონერი და იმედი ამას სხვა სტრიმინგ სერვისებიც მიბაძავენ და აუცილებლად გადაიღებენ ამ მეთოდს. და მესამე სიახლე მეგობრებო, YouTube-მა გამოუშვა Lite Premium ვერსია, თვეში $8, $14 ნაცვლად. თქვენ ამ პრემიუმ პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში გექნებათ საშუალება თითქმის უმრავლესობა ვიდეოები რეკლამის გარეშე ნახოთ. რა თქმა უნდა, თლად სრულად ვერ იქნება. სრულად უგნიათ ეს იქნება $14 უნდა გადაიხადოთ თვეში, ხოლო
ნუ ამ $8 პაკეტს თუ ჩართავთ, ამ შემთხვევაში უკვე თქვენ შეგიძლიათ ძირითადი ნაწილი ვიდეოების რეკლამოთ ნახოთ. თუმცა არსებობს სხვა მეთოდები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ კომპიუტერზე, ვებ ბრაუზერზე დაბლოკოთ რეკლამები და არ გაუშვათ სამწუხაროდ smartphone-ში და Android TV-ზე, ან ტელევიზორში არსებული Android-ებზე ეს გამორიცხული იქნება, რა თქმა უნდა, იქ ყველავანში პაკეტის შეძენა მოგიწევთ. თუმცა იქაც არის თავის არიდების შესაძლებლობა. თუ მოგინდებათ, რომ გასწავლოთ ეს ხერხები და გაჩვენოთ, როგორ შეიძლება თავი აარგოთ ისე, რომ არც გამოწერა გქონდა, არც დაწერეთ კომენტარებში და რა თქმა უნდა, შემდგომ ვიდეოსაც ბუნებრივია გადავიღებ ამ თემაზე, რომ თქვენ არ დაიტანჯოთ გამუდმებული რეკლამებისგან. მოკლედ, დღევანდელი სიახლეები ეს იყო, რაც მინდა გამოცნო. თავარი სიახლეები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიახლეები ცნება ტექნოლოგიაში და ამ სფეროში ზოგადად, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს სამი სიახლე ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია, რომ ხმაურმა არ გადაფარა ჩემი ხმა, სამწუხაროდ და ფორს მაჟორში მიწევს ვიდეოს ჩაწერა. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეომდე